ბაგრატის ტაძარზე ახალი ჯვარი აღიმართა. ცერემონიას უამრავ მორწმუნესთან ერთად ქვეყნის პირველი პირიც დაესწრო. ტაძართან მისულ პრეზიდენტს მეუფე კალისტრატე შეხვდა და მას საჩუქრად დავით აღმაშენებლის ხატი გადასცა. მიხეილ სააკაშვილმა შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და ბაგრატის ტაძრის აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დიდმა ბაბუამ რომელიც გამზარდა ნიკოლოზ წერეთელმა მისი მამა იოსები იყო დეკანოზი საეკლესიო მოსამართლე და დიდხანს სახურობდა ძალიან ქუთაისში და ჩემი დიდი ბაბუისგან ბავშვობიდან მახსოვს რომ მათი ყველაზე დიდი ოცნება იყო ბაგრატის ტაძრის აღდგენა. თქვენ იცით რომ ეს ტაძარი დაანგრია რუსეთის артиლერიამ, სხვა ტაძრებში მათ გადაგვიღებეს ჩვენი დაფარეს ჩვენი ფრესკები საღებავით, ხოლო ეს ტაძარი მათ დაანგრიეს артиლერიით. არის დრო ქვების გაბნევის, არის დრო ქვების შეგროვების, შავი ქვების შეგროვების და ჩვენ გვაქვს დრო ახლა საქართველოს აღშენებლობის. ჩვენ ყველაფერი უნდა აღვადგინოთ, ყველაფერი უნდა ავაშენოთ და ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის კუთვნილება. იყვნენ მიარტამიწყი ამ თემის პოლიტიზირება, ვიღაც პოლიტიკოსი რომელიც იცოდა არ უნდა აღდგეს და ყველაფერი თუ კი რამე შენდება აღიზიანებთ. ხალხო რა გაღიზიანებთ? ჯამი გამოცვლის პრეზიდენტებსაც, მთავრობებსაც, ყველასაც. მაგრამ ეს ხო დაგვრჩება? ეს ხო ეკუთვნის სრულიად საქართველოს, ეს ეკუთვნის პოლიტიკოს და არაპოლიტიკოს. მორწმუნეს და არამორწმუნესაც კი. იმიტომ რომ ეს არის სრულიად საქართველოს სიმბოლოები, ეს არის ერთიანი საქართველოს სიმბოლო, ბაგრატი და ჩვენ ამ სიმბოლოს ვაღდგენთ, მაგრამ ჩვენ ასევე რა თქმა უნდა აღვადგენთ ერთიან საქართველოს. მე თვითონ თქვენის ნებართვით, თქვენი სახელით, თქვენის ხარდაჭერით და მეუფის კურთხევით მიიღო მონაწილეობა ზემოთავით გუმბათზე. მე მინდა ერთი რამ გითხრათ. ადიოდნენ მთავრობის წევრები ძველ დროში გუმბათებზე, რათა ჯვარი ჩამოეგდოთ. ადიოდნენ რაიკომის დივნები, ცეკას დივნები, კომკავშირლები, ზოგიერთი ეხაც მოიწევს უკან. რომ ჯვრები გაენადგურებით, ეკლესიები დაენგრიათ, გუმბათები მოესპოთ. დღეს დამოუკიდება საქართველოში. ყველა ჩვენი მოვალეობა და მათ შორის მთავრობის შენება. და ეს არ მხოლოდ მოვალეობა, განსაკუთრებული პატივია. მთავრობის ნებისმიერი ხელმძღვანელისთვის იყოს ის, ვინც უკან დააბრუნებს ჯვარს ბაგრატის დიდებულ ტაძარზე. მიმართვის შემდეგ პრეზიდენტი გუმბათზე ავიდა და ჯვრის დამონტაჟებაში უშუალოდ მიიღო მონაწილეობა. ტაძრიდან ჩამოსულ მიხეილ სააკაშვილს კი რუსი ტურისტები შეხვდნენ და მას თავიანთი შთაბეჭდილებები გაუზიარეს. Ayla!
გავაკურთხეთ კიდე ახალციხეში სრულიად მე-19 საუკუნის მარტო საფუძველი იყო დარჩენილი ახალი წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. ესა ამ დღეებში ფოთი და Mobilocavs. Проехала через Северную Осетию, очень спокойно, через таможенный Грузию нас очень хорошо приняли. Ну, так, конечно. Сейчас хотим поехать в Тбилиси, потом дальше. Обязательно, даже увидеть Ахалцихи, учили открыли. Хорошо. Как вас зовут? Меня зовут Надежда Дмитриевна. Я работаю в «Известия» газеты. Недавно дочка у меня банковская. Она очень хорошо. Это мой супруг приехал. Ну, он, конечно, Тимур Александрович. Кстати, чего рассказать Москве? ძალიან ბევრი რამ მექნება მოსაყოლი მოსკოველებისთვის. ხალხი აქ ძალიან სტუმართ მოყვარია. სიტყვები არ მყოფნის, ისე მომწონს ყველაფერი. ძალიან ლამაზი ადგილებია, საერთოდ ძალიან შეცვლილია საქართველოს სააკაშვილის მოსვლის შემდეგ. თითქოს არის ხალხი, რომელიც უკმაყოფილოა, მაგრამ მე ვთვლი, რომ ისინი ძალიან ცდებიან. პატარა ქვეყნის ფეხზე დაყენება მით უმეტეს ისეთი ნგრევის შემდეგ, როგორც აქ იყო ნამდვილად დიდი საქმეა და ძალიან ძნელია. შევარდნაძის დროს აქ ყველაფერი გულის ამრები იყო. ახლა კი მოსახლეობამ ნამდვილად ევროპულად ცხოვრება დაიწყო. მე მინდა ვუთხრა ეს მოსკოველებსაც. საქართველო ძალიან სტუმართ მოყვარია, დააფასონ სააკაშვილი, ასე მოკლე დროში ქვეყნის ფეხზე დაყენება რთულია და რასაც ახლა ვხედავთ, მართლა გასაოცარია. აღდგენილი მუზეუმები, თეატრები, ერთი სიტყვით, მე ვთხარი პრეზიდენტს დიდი მადლობა ლამაზი და კარგი საქართველოსთვის.